დღეს მინდა კაცზე გესაუბროთ და სასარგებლო რეცეპტები შემოგთავაზოთ. რა თქმა უნდა, ყველა მიცის, მაგრამ აზიასა და ევროპაში ხალხმრავალი დანიაში გამოყენების რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მისი კენტრა ადამიანის ჩონჩხის დაახლოებით 200 ბიომეტრის სხვადასხვა ძვლისგან შედგება და მას საკვები ნივთიერებების ნამდვილ საგანძურად აქცევს. აი მოკლე მიმოხილვა, თავად განსაჯეთ, ის 15-ჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე პორტოხალი. ასევე გაჯერებულია A და B ჯგუფის ვიტამინებით, ანტიოქსიდანტებითა და პოლიფენოლებით. ის იშვიათ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, მათ შორის ომეგა-3, 6, 7 და 9-ს. პალმიტოლეინის მჟავაზე, იგივე ომეგა-7-ზე არაფერი ხსმენიათ, არა? ის იშვიათია მცენარეებში და სასარგებლოა გულისთვის, აუცილებელია კოლაგენის საწარმოებლად, რომელიც არა მარტო კანის, თმებისა და ფრჩხილებისთვის, არამედ კუნთების, ძვლებისა და ზოგადად მთელი ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებაა. კაცვი შეიცავს მინერალებს, როგორიცაა კალიუმი და რკინა, ასევე კაროტინოიდები, რომლებიც თვალებს იცავს. კაცვი გრგებთ შიგნიდან და გარედან. მშრალი ან დაბერებული კანი თუ გაწუხებთ, კაცვის ზეთი საამისოდ ნამდვილი ჯადოსნური საშუალებაა. მისი ვიტამინები და ცხიმოვანი მჟავები ატენიანებს, აძლიერებს ელასტიურობას და ამცირებს ნაოჭებს. კვლევებით დადასტურდა, რომ ის ჭრილობების შეხორცებას აჩქარებს და ეგზემას ანთების შემცირებით ამსუბუქებს. ერთმაც დამაჩვენა, რომ მან 5 დღით შეამცირა შეხორცების დრო სტანდარტულ მკურნალობასთან შედარებით. ის ასევე იცავს კანს მზის სხივების მავნე მოქმედებისგან. აჩქარებს დამწრობის შედეგად დაზიანებული კანის აღდგენას. სტრესისა და სწრაფი კვების ეპოქაში კაცვი გულს იცავს. მისი ფლავონოიდები და ომეგა მჟავები ამცირებს ცუდ ქოლესტერინს, ამცირებს არტერიულ წნევას და სისხლძარღვებში ანთებას ებრძვის. კვლევებმა აჩვენა, რომ მაღალი ქოლესტერინის მქონე ადამიანებში მისი რეგულარული გამოყენება ლიპიდურ პროფილს აუმჯობესებს. კაცვი შეიძლება ითქვას, ბუნებრივი ფარია გულის დაავადებების წინააღმდეგ. თავს დაღლილად გრძნობთ. კაცვი C ვიტამინისა და ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობით ქრონიკული დაავადებების, კიბოს და დიაბეტის გამომწვევ ოქსიდაციურ სტრესს ებრძვის. წინასწარი კვლევები ვარაუდობს, რომ ის შეიძლება კიბოს თერაპიას ცუდი უჯრედების ზრდის შეჩერებით დაეხმაროს. ნაწლავების შემთხვევაში კაცვი ხელს უწყობს ჯანსაღმონელებას და ამცირებს ანთებას. ზედმეტ კილოგრამებთან გაქვთ პრობლემა? კაცვის ნივთიერებები ამცირებს ცხიმის დაგროვებას და აუმჯობესებს ლიპიდურ მეტაბოლიზმს. ამას გარდა ის სისხლში შაქრის დონეს ასტაბილურებს, რაც ენერგიას ზრდის. ასაკის მატებასთან ერთად ნეიროდამცავი თვისებები მნიშვნელოვანია. კაცვი ამცირებს ტვინის ანთებას და შეიძლება მეხსიერება გააუმჯობესოს. მისი ანტიოქსიდანტები იცავს თვალებს სიმშრალისა და ოქსიდაციური დაზიანებისგან. ეს იდეალურია, თუ მთელი დღე ეკრანს უყურებთ. ეს სარგებელი დადასტურებულია ცხოველებზე და ადამიანებზე ჩატარებული კვლევებით, თუმცა კვლევები გრძელდება. როგორ ჩართოთ კაცვი თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში? კაცვის გამოყენება მარტივი და მრავალფეროვანია. შეგიძლიათ კენკრის სახით გამოიყენოთ. ახალი ან გაყინული დაამატეთ სმუზებში, მაწონში ან ჩაი მოამზადეთ. კანისთვის წაისვით კაცვის ზეთი პირდაპირ ან გააზავეთ, თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ. შეგიძლიათ კრემს შეურიოთ. ასევე გამოიყენებათ მის პროდუქტებში ბზინვარებისთვის. ეხლა კი რეცეპტებზე გადავიდეთ. დავიწყოთ იმით, რომ ახლად შეგროვებული ნაყოფი გრილ, ბნელ ადგილას არა უმეტეს 3 დღისა, ხოლო გაყინული 6 თვის განმავლობაში შეგიძლიათ შეინახოთ. კაცვის ნაყოფის ნახარში კუჭის დაავადებების დასაამებლად. დაგჭირდებათ 3 სუფრის კოვზი კაცვი და 9 ლიტრი წყალი. კაცვი 10 წუთის მანძილზე ნელ ცეცხლზე ხარშეთ. გადაწურეთ და სურვილი სამებრგემოვნებით თაფლი დაუმატეთ. ჩაის სახით დილით უზმოზე 1 ჭიქა მიირთვით. მეორე ჭიქა შუა დღეზე ან საღამოს დალიეთ. შეგიძლიათ ეს რაოდენობა 3 ნაწილადაც გაყოთ და დღეში 3-ჯერ მიირთვათ. კაცვის ტოტებისა და ფოთლების ნახარში კუჭის აშლილობის საწინააღმდეგოდ. დაგჭირდებათ კაცვის 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ფოთლები და ტოტები. 9 ლიტრი წყალი. მასალა ქვაბში ერთად მოათავსეთ და 5 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე ხარშეთ. გადმოდგით და 30 წუთის შემდეგ გადაწურეთ. მთელი რაოდენობა 1 ჯერზე მიიღეთ. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ. კაცვის ენერგეტიკული ჩაი. ეს ჩაი ამშვიდებს გონებას, კარგია სტრესის შესამსუბუქებლად. ამცირებს ორგანიზმში ფარულად მიმდინარე ანთებებს, ხელს უწყობს ნაწლავის ჯანმრთელობასა და იმუნიტეტს აძლიერებს, გინარჩუნებთ სიცოცხლის უნარიანობას. დაგჭირდებათ
1 სუფრის კოვზი გამხმარი ან 2 სუფრის კოვზი ნედლი ქაცვის ნაყოფი. 1 ჩაის კოვზი მწვანე ჩაი ან მწვანე ჩაის 1 პაკეტი. 1 ნაჭერი ახალი ლიმონი დამატებითი C ვიტამინისთვის. 1 ჭიქა მდუღარე წყალი. ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი, სურვილისამებრ, გემოსთვის. გამხმარი ქაცვის კენკრა ჭიქაში მოათავსეთ და მდუღარე წყალი დაასხით. დაახლოებით 2 წუთის შემდეგ მწვანე ჩაიც დაუმატეთ და 5 წუთი გააჩერეთ. რომ შეგრილდება, ლიმონის ნაჭერი და თაფლი აურიეთ. ჩაის პაკეტი ამოიღეთ და მიირთვით თბილი და მომშვიდებელი საკვები ნივთიერებებით სავსე სასმელი. ქაცვის ზეთი. ქაცვის ზეთი მდიდარია C ვიტამინით, B1, B2, B6 და P ვიტამინებით, კაროტინით, ცხიმოვანი მჟავებით, იშვიათი ომეგა-7 და ოლეინით, რაც მას განსაკუთრებულ სამკურნალო და კოსმეტიკურ თვისებებს ანიჭებს. ქაცვის ზეთი გარეგანად ნაწოლების, დამწვრობის, ტროპიკული წყლის, დაჩირქებული ჭრილობების, ბუასილის და პაროდონტიტების მკურნალობის დროს გამოიყენება. ხოლო შინაგანად კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის წყლის სამკურნალოდ დაახლოებით 1 თვე ჭამის წინ 3 ჯერ დღეში 1 ჩაის კოვს ქაცვის ზეთს იღებენ. კურსის დასაწყისში გულწმარვის თავიდან ასაცილებლად მცირე რაოდენობით სოდიან წყალთან ერთად მიიღება ჯობს. ზეთის მოსამზადებლად ქაცვის კენკრა გარეცხეთ და ქაღალდის საფენზე კარგად გააშრეთ. წვენსაწურით, ბლენდერით ან ხორცაკეპი მოწყობილობით ნაყოფი დააკუცმაცეთ და წვენი გამოწურეთ. დარჩენილი წვენგამოწურული მასა, ჩენჩო, მინის ქილაში მოათავსეთ. ჩენჩოს საუკეთესო შემთხვევაში ზეითუნის ზეთი დაასხით. 3 ჭიქა ჩენჩოზე 9 ლიტრი ზეთი უნდა აიღოთ. ქილას დააფარეთ და ბნელა ადგილას 1 კვირის განმავლობაში დადგით. დროის გასვლის შემდეგ მასა გადაწურეთ და მიღებული ზეთი კარგად გაფილტრეთ. მეტალის ნივთები არ გამოიყენოთ. ამ მეთოდით ძვირფას და ბუნებრივ ქაცვის ზეთს მიიღებთ, რომელიც ერთნაირად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც გარეგანად, მაგალითად, კანის მოვლის, ან თმის ცვენის საწინააღმდეგო დანიშნულებით, ასევე კუჭ-ნაწლავის პრობლემების სამკურნალოდაც. თუ ზეთი დაჩქარებული მეთოდით გინდათ მიიღოთ, გაჭყრეტილ წვენგამოწურულ მასას იგივე რაოდენობის ზეითუნის რაფინირებული ზეთი დაასხით და მასა წყლის აბაზანით სამკურნალო თვისებების შესანარჩუნებლად დაბალზე, 60 გრადუსზე გახურებულ ჰაერღუმელში 24 საათის განმავლობაში დადგით. დროის გასვლის შემდეგ ნარევი შეაგრილეთ და გაწურეთ. უფრო კონცენტრირებული მაღალპროცენტული შემადგენლობის ქაცვის ზეთის მისაღებად წვენგამოწურულ ახალ მასას უკვე მიღებული ქაცვის ზეთი დაასხით და იგივე პროცედურა გაიმეორეთ. ასე უფრო მაღალი ხარისხის ქაცვის ზეთს მიიღებთ. მიღებული ზეთი გრილდა ბნელა ადგილას, ბოთლებში შეინახეთ. 1 კვირის შემდეგ ზეთი გაფილტრეთ. ქაცვის კენკრისა და ფოთლების ნაყენი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ. 2 სუფრის კოვს კენკრისა და ფოთლის დაქუცმაცებულ ნაზავს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და ჰერმეტულად თავდახურული დაახლოებით 4 საათი გააჩერეთ. 150 მილილიტრი 2 ჯერ დღეში ჭამის წინ, დილას და საღამოს დალიეთ და ყოველდღიურად საღამოობით თმის ძირებშიც შეიზილეთ. ქაცვის სმუზი მბზინავი კანისა და იმუნიტეტის გასაძლიერებლად. ქაცვის C ვიტამინი და ომეგა-7 ატენიანებს და აღადგენს კანს, ამცირებს სიმშრალეს და ზრდის ელასტიურობას. მოცვი ანტიოქსიდანტებით ებრძვის ნაოჭებს. C ვიტამინის მაღალი შემცველობა, რომელიც ქაცვში პორტოხალთან შედარებით 15 ჯერ მეტია და კოჭა აძლიერებს იმუნურ სისტემას, იცავს გაციებისგან. ბანანი და ისპანახი იძლევა კალიუმსა და რკინას სტაბილური ენერგიისთვის. დაგჭირდებათ 9 ჭიქა ქაცვის გაკინული კენკრა, ან 1 სუფრის კოვზი ქაცვის წვენი. 1 ბანანი. 9 ჭიქა მოცვი. 1 ჩაის კოვზი გახეხილი კოჭა. 1 ჭიქა ნუშის რძე ან წყალი. 1 ჩაის კოვზი თაფლი, სურვილისამებრ, სიტკბოსთვის. ყველა ინგრედიენტი ბლენდერში 30-45 წამი აურიეთ, სანამ გლუვი მასას არ მიიღებთ. გადაიტანეთ ჭიქაში და დაუყოვნებლივ მიირთვით. ეს სმუზი სრული ეფექტისთვის ჯობს დილით მიირთვათ. ქაცვისა და კურკუმას სახის საუიკენდო ნიღაბი. ქაცვის ზეთის ომეგა-7 და E ვიტამინი ამცირებს ანთებას და სიცითლეს, კანს-აკნეს ან ეგზემის დროს ეხმარება. მაჭმის პრობიოტიკები გაღიზიანებულ კანს ამშვიდებს. კურკუმას ანტიოქსიდანტები თავისუფალ რადიკალებს ებრძვის და წვრილ ნაოჭებს ამცირებს. თაფლი კი კანს ტენიანობას ანიჭებს და კანის გლუვიერზე ზრუნავს. კვლევებით დადასტურდა, რომ ქაცვი კანს მზის სხივების მავნე გავლენისგან იცავს და მას ახალგაზრდობას უნარჩუნებს. დაგჭირდებათ 1 ჩაის კოვზი ქაცვის ზეთი. 1 სუფრის კოვზი მაწონი.
1/4 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი. 1 ჩაის კოვზი თაფლი. ყველა ინგრედიენტი კერამიკის ან მინის პატარა ღრმა ჭურჭელში აურიეთ, სანამ გლუვი მასა არ მიიღება. თანაბრად წაისვით გაწმენდილ სახეზე და დეკოლტეზე, თვალების და ტუჩების გარშემო არე გამოტოვეთ. გაითვალისწინეთ, რომ კურკუმა ცოტა ხანს კანს გაგიყვითელებთ, მაგრამ ეს ფერი კრემის წასმისა და დილით სახის მოვლის პროცედურების შემდეგ უკვე გადავა, შედეგი კი დარჩება. 10-15 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კანი ნაზად გაიმშრალეთ და მსუბუქი დამატენიანებელი წაისვით. გამოიყენეთ კვირაში ერთხელ, სასურველია დასვენების დღის წინა საღამოს. ჯერ მცირე ნაწილზე მოსინჯეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ კურკუმის ან ზეთის მიმართ მგრძნობიარე არ ხართ. სიფრთხილის ზომები. კაცვი ზოგადად უსაფრთხოა, მაგრამ გამოყენება მცირე რაოდენობით დაიწყეთ, რომ ალერგია გამორიცხოთ. თუ მედიკამენტებს, მაგალითად სისხლის გამათხელებლებს იღებთ ან ორსულად ხართ, ექიმს დაეკითხეთ. თუ ოპერაცია ან კბილის ამოღება გაქვთ დაგეგმილი, კაცვის მიღებისგან თავი შეიკავეთ, რადგან შეიძლება სისხლის შედედებას ხელი შეუშალოს. შენახვა. კაცვი გაყინული ან გამხმარი სახით გრილ, მშრალ ადგილას შეინახეთ. ზეთი კი მუქ ბოთლში მაცივარში შეინახეთ. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.